ალექსანდრე თეთრაძის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს ირაკლი ალასანიაც. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ შავრდებულის გარდაცვალებისთანავე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის მოკლული იყო. ალასანია ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებსაც თეთრაძის წამებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა. კოალიცია ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მეგის კარდავას თანამდებობებიდან გადაყენებას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას. მე ასევე მინდა მივმართო სერგო თეთრაძის ოჯახს. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო დათო თეთრაძეს, მის შვილს, რომ მთელი ქართული საზოგადოება დღეს დგას მათ გვერდით. სერგო თეთრაძე, მამამისი, იცავდა საკუთარ ღირსებას, იცავდა ქართველი კაცის ღირსებას, ჩვენი მოქალაქის ღირსებას და ის შეეწირა ღირსეულად ამ საქმეს სწორედ ამ ტირანული ხელისუფლების ხელში.